ორი კერძო სახლი, აგარაკი კიკეტში, მიწის ნაკვეთები და საწარმოო ფართი. ეს უძრავი ქონება ოცნების ხუმხურვალე მხარდამჭერის, ხატია სიჭინავას და მისი ქმრის, რამაზ ნოზაძისაა. ეს ყველაფერი 2014 წლის შემდეგ მოაგროვეს, ჯამში 1,5 მილიონი ლარად. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ხატია სიჭინავა და მისი ოჯახი რომ დალხენილად ცხოვრობს, ამაზე მათი ქონების გრძელი სია და ფასები მეტყველებს. სიჭინავას ეკუთვნის ორსართულიანი სახლი კიკეტში, ტყის პირას, რომელშიც 2016 წელს 157,000 ლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია ორსართულიანი სახლი სოფელ დიღომში, რომელიც 2021 წელს იყიდა 730,000 ლარად. იქვე მეზობელ ქუჩაზეა მისი მეუღლის სახლიც, რომელსაც უფრო მდიდრული იერი აქვს, უფრო დიდი ეზოთი, აუზით და ფანჩატურით. ეს სახლი ნოზაძემ ახლახანს იყიდა 2025 წლის აგვისტოში და 150,000 დოლარი, ანუ 400,000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, ნოზაძის საკუთრებაშია სახლი ისანში, სადაც სავარაუდოდ სასტუმროს აშენებას გეგმავს. 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თეთრი წყაროში, სოფელ პანტიანში, ტყისპირა მდელოზე. რამაზ ნოზაძეს თანასაკუთრებაში აქვს 10,000 ლარად ნაყიდი საწარმოო ფართიც, თბილისის ზღვის მიმდებარედ. იქ ახლა მეტალოპლასტმასის და ალუმინის ქარხანაა გახსნილი. ხატიას და რამაზს თავისი კომპანიებიც აქვთ, მაგალითად სილამაზის სალონების, ლიფტების მონტაჟის და თამბაქოს დისტრიბუციის სფეროში. Sono un italiano. სიჭინავა არც მოგზაურობებს იკრებს, თან ეკლექტურად, ევროპაშიც პოზირებს და რუსეთშიც, კრემლის მოედანზე. შეხედეთ ჩამოსაყვარებლად ჩემთვის პირადად რუსეთი და პუტინი სხვადასხვა რამეა. პუტინი დღეს არის პრეზიდენტი, ხვალ არის. ფაქტია, პირადი კეთილდღეობა არ აკლიათ და ამ ფონზე ქვეყნის პრობლემები აღარ ადარდებთ. ქართული ოცნებაც უყვართ, ოლიგარქი ივანიშვილიც და მისი ერთგული მსახურებიც. კახი უფრო გამოადგება თბილისს, ვიდრე თბილისი კახის რა. მარია და მოდები არჩევნებში გამარჯვებას ტრამპუშკა. მართალი არ მეყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია. მოვნახავთ საერთო ენას და ევროინტეგრაცია აუცილებლად იქნება ჩვენი. ყველა აქციაზე მახსოვს ძალადობა ყველა მთავრობის. ეს უბრალოდ ხელისუფლების ხელწერა, როცა ჭირდებათ ეთყობა მაშინ ძალას. მე ჩემთვის საქართველოა მთავარი და მე ევროპა და ამერიკა უკვე თუ ეს პროცესი გაჩერებულია ხელისუფლების მე ვერ ხედავ რომ გაჩერებულია და ვერ პარტნიორები ამბობენ. ვერ გძნობ. ეგ პარტნიორები ხარასაბობე და არ ვიცი. თქვენ ევროკავშირზე მეტად ოცნების გჯერათ? მე საქართველოს იმჯერავს. საქართველოს ზამპირობით. საქართველო ირჩევს ოცნებას. დადიან პარტიულ შეკრებებზე და მეტიც, რესტორანში ქართულ ოცნებასთან ერთად აღნიშნავენ გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებას. გსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.